კოცობა, კოცობა, თავრობა. თავარი პრობლემა თქვენი შეფასებით რა გვაქვს ქვეყანაში დღეს? თქვენი თაობის გადმოსახედიდან. თავარი პრობლემა რომელიც არის ქვეყანაში. პრობლემა რომელიც დღეს არის ქვეყანაში ყველაზე მეტად გამოხორციელებული. არ არის პრობლემები? არა, არის პრობლემა. განათლების პრობლემა ალბათ. ალბათ პირველ რიგში ეს სოციალური პრობლემები, მუშაობა, ჯანდაცვას ვიტყოდი მე კიდევ. რა ვიცი, ზოგადად ეს პრობლემებია. სიგარება და ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი გვყავს ქვეყანაში. გვინდა ყველას ერთდროულად ნორმალური ხელისუფლება. ნორმალური, ანუ ისეთი, რომელიც ჩათვლეს, რომ და იზრუნოს ხალხზე, რომ არის ხალხის მიერ არჩეული და ვალდებული ხალხის წინაშე და რომ ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ იყოს ხალხის სასარგებლო და არა მისი საწინააღმდეგო. არ არსებობს სიტყვის თავისუფლება. კანონების ესეთი ცვლილებები, რომ განუხილველად ყველა კანონის ესეთ მიღება, რომელსაც არანაირი განხილვა არ ყვება არც საზოგადოებაში, არც შიგნით დაარსად, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით და ამის შედეგი არის ის, რა დღეშიც ვართ დღეს. ის რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება არ გვაქვს შესაძლებლობა, ის რომ ამის გამო ადამიანებს იჭერენ, ამის გამო ადამიანებს აჯარიმებენ და ეს რა თქმა უნდა ყველას შეგვეხება, იმიტომ რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება თუ არ გაქვს და იმის საშუალება რომ გარეთ გამოხვიდე და თავისუფლად დააფიქსირო შენი აზრი, ეს რა თქმა უნდა ყველას ეხება და ყველას აწუხებს. თავარი პრობლემა რა გვაქვს დღეს ქვეყანაში თქვენი შეფასებით? არ ვიცი ვერ გეტყვით. ყველაფერი ერთად. კოცობა, კოცობა, თავრობა. თავრობა რომელიც არის თვითმარქვია, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, რომელმაც მოახდინა კონსტიტუციური გადატრიალება და კონსტიტუცია დაგვახია თავზე ამდენ ხალხს. მთავარი პრობლემა მე ვფიქრობ, არც ჩემთვის მაინც ხელისუფლება არის მთავარი პრობლემა და ყველაფრის საწყისი და დასასრულიც. ყველაფერი აბსოლუტურად აი შეზღუდვები, გადაადგილების, ამ აქციის მონაწილეების, ტროტუარზე გადაადგილების შეზღუდვა, ჩვენი არსებობის შეზღუდვა, საერთოდ ყველანაირი პროტესტის გამოხატვის შეზღუდვა კაცრდება, ამკაცრებენ ყველაფერს. ყველაფერი იმდენად ერთ პაკეტში დაგვეცა ცუდად თავზე, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ყველაფერი ეხება ყველას. კარგად ყოფნას და ცუდად ყოფნას არ შეეხება, რა ვიცი, ამ პლანეტაზე ხა ჩვენაირი ქვეყანა კარგად როგორ უნდა იყოს, თუ დასავლეთში ინტეგრაცია ვერ მოვახერხეთ და დავრჩით პირისპირ აქეთ მხარეს, საიდაც ეს რაღაცა ავტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმები მოიწევენ და სადაც საშუალო მოქალაქე დაჩაგრულია და ასე შემდეგ, რა ვიცი. მე მგონი 2-4-4-ია ეგ ამბავი და ყველა პრობლემა, რომელიც გვაფერხებს იმაში, რომ ჩვენ ვიაროთ თავისუფალი სამყაროს წევრობისკენ, არის თავარი პრობლემა, რომელიც ეხება ყველას, დიდიდან პატარიან. თუ ეს ხალხი ჩვენი მოსახლეობა ცოტა არ გააქტიურდა და ცოტა არ შეფხიზლდა და ასე ვთქვათ არ შემოუერთდა საპროტესტო საზოგადოებას, ვფიქრობ ძალიან მალე გაჭირდება. ჩვენი პროტესტიც კი გაჭირდება. იმდენად შეგვზღუდავენ, რომ მართლა სახლიდან გამოსვლასაც აგვიგრძალავენ და გვაიძულებენ, რომ უცხოეთში გადავსახლდეთ და არ ვიცი, ეს ხალხი იმედია ხვდება მოსახლეობა ამას და ეს ინერტული მდგომარეობა შეიცვლება, გააქტიურდებიან და დაიცავენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ უფლებებს, საკუთარი შვილების მომავალს.